ხელოვნური ინტელექტის მოდელი სახელად ტილი ნორვუდი წარუდგინეს საზოგადოებას ციურიხის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სტუდია ქსიკოიას მფლობელმა ელინ ვან დერ ველდენმა განაცხადა, რომ კარს მიღმა ძალიან ხშირად კინოსტუდიები უჭერენ მხარს ასეთ პროექტებს და ამაზე საჯაროდ საუბარს მოგვიანებით დაიწყებენ. ასეთი კომენტარი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის პროექტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და შემქმნელმა. ის ამბობს, რომ AI მსახიობი, ანუ ხელოვნური ინტელექტის მსახიობი ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილ რეალურ მსახიობებს, თუმცა ჰოლივუდში ამის არ სწამთ. აღსანიშნავია ის, რომ ტილი ნორვუდს, ანუ AI მსახიობს, აქვს თავისი ინსტაგრამი, სადაც ის აქვეყნებს ხოლმე ფოტოებს, ვიდეოებს, თავის შეფასებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასევე აღსანიშნავია ის, რომ აღწერაში უწერია, რომ არის AI და ხშირად აკეთებს ამასთან დაკავშირებით ჰეშტეგს. განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ მოექცა ეს პროექტი მას შემდეგ, რაც გამოცემა დედლაინმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინოსტუდიები სხვადასხვა კონტრაქტზე მუშაობენ, რათა შემდგომ AI მსახიობი დაიქირავონ ისე როგორც რეალური მსახიობი. სწორედ ამას მოყვა დიდი სკანდალი ჰოლივუდში. მსახიობები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან ინსტაგრამის კომენტარებში უწერენ სხვადასხვა ტიპის შეფასებას ამ AI პროექტს და მიაჩნიათ, რომ ეს არის დაუშვებელი რამ. პლატფორმა X-ს გამოხატეს თავიანთი პოზიცია მსახიობებმა ჰოლივუდის, ასევე ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში ემილი ბლანტი, ჰოლივუდის ერთ-ერთი მსახიობი, ამბობს, რომ ეს არის საშინელება და მოუწოდებს ის კინოსტუდიებს, რომ არ დაუშვა მსგავსი რამ და არ გაწყვიტონ ის ადამიანური კავშირი, რაც არსებობს მსახიობსა და მაყურებელს შორის. აღსანიშნავია ის, რომ ჰოლივუდის მსახიობები, სცენარისტები, რეჟისორები უკვე წლებია აცხადებენ, რომ ეს არის საშიში, რადგან მათ ნამუშევრებს ტექნოლოგიური კომპანიები გამოიყენებენ იმისათვის, რომ განავითარონ ხელოვნური ინტელექტის მოდელები, ისე რომ ამასთან დაკავშირებით მანამდე საუბარი არც აქვთ მსახიობებთან და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თანდათანობით მოხდება ამ სფეროში ადამიანების ჩანაცვლება, რაც მათი პოზიციით არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სწორედაც რომ ხელოვნური ინტელექტი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2023 წელს მოხდა მასობრივი გაფიცვა სცენარისტებისა და მსახიობების და ათობით ფილმი და სერიალი, რომელიც 2023 წელს იყო დაგეგმილი, ან გაუქმდა, ან უბრალოდ უვადოდ გადაიდო.